თუ აქამდე რატომღაც არ გსმენია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, იცოდე, რომ ის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური სიჯანსაღია. აი ისეთ საკითხებში თავის დროზე კარგად რომ არ გვასწავლეს, სქესობრივ ცხოვრებაში, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებში და ოჯახის დაგეგმვაშიც კი. საქმე იმაშია, რომ როგორც კი რეპროდუქციული სისტემის მუშაობა ცოტას დააერორებს, ჩვენი ცხოვრების ხარისხიც მის გზას მიჰყვება. განწყობაც გვიქვეითდება და ფიზიკური სხეულის სიჯანსაღიც. ამ გართულებების პრევენციისთვის კი მეცნიერებმა ინოვაციური ტექნოლოგია შექმნეს. მას ექიმთანდროული ვიზიტი ჰქვია და საოცრად უმტკივნეულოა. ამ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში სულ ერთხელ გვჭირდება. ჯავშნით ვიზიტს ონლაინ, გინეკოლოგთან ან უროლოგთან და ერთი დასროლით 2 კურდღელს ვიჭერთ. საკუთარ თავსაც ვიცავ და სხვებსაც. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ეკონომიკის პირობებში პრევენციული ღონისძიებების მიღება უფრო მარტივია, იაფია და უმტკივნეულოა, ვიდრე უკვე კრიტიკულ მომენტამდე მისული გართულებების მკურნალობა. იმასაც გეტყვით, რომ ყოველდღე 1 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების. პლოტ ტვისტი ისაა, რომ მათი უმეტესობა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. განსაკუთრებული ანტიპოპულარობით კი შემდეგი დაავადებები სარგებლობენ: ტრიქონომა, ქლამიდია, გონორეა, სიფილისი და პაპილომავირუსი. პაპილომავირუსი საკმაოდ ხშირი როგორც კაცებში, ისე ქალებში. ესე იგი, რა ვისწავლეთ? ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი და გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია. უკვე დიდები ვართ და დროა საკუთარ თავზე ზრუნვა სერიოზულად დავიწყოთ.